დრო მაყურებელს თანამედროვეობის გამორჩეულ კინორეჟისორზე მერაბ კოკოჩაშვილზე სიახლე გავაცნოთ. ტერცო მონდო ასე ქვია ახალ ფილმს, რომელიც კინოეკრანებზე დღეს გამოვა. ასევე რეჟისორი მაყურებელს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნსაც გააცნობს, უფრო მეტ დეტალს კი ჩვენი ჟურნალისტი ნინა ოთარაშვილი გვეტყვის, რომელიც კინოსტუდიიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. მოგესალმებით. მოგესალმებით ნინა. ნინა გამარჯობა. აქ ვიყავი წეგან კაცო. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მე გიერთდებით კინოსტუდიიდან ქართული ფილმი და გეტყვით, რომ თანამედროვეობის გამორჩეულმა კინორეჟისორმა ახალი ფილმი გამოუშვა, როგორც თქვენ ახსენეთ, ამ ფილმის სახელწოდებაა ტერცო მონდო და ეს ფილმი შეეხება სამ სხვადასხვა ეპოქასა და ასევე ადამიანურ ურთიერთობებს. გეტყვით, რომ სცენარი ეკუთვნის აკა მორჩილაძეს, მის მოთხრობაზეა დაფუძნებული და ასევე დღეს მოხდება წიგნის, ავტობიოგრაფიული წიგნის წარდგენა და ჩვენთან ერთად იმყოფება კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება ამ თემაზე. ბატონო მერაბ, შუადღე მშვიდობისა, რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს ამ ფილმზე უფრო მეტი დეტალი, რას თავაზობთ ქართულ მაყურებელს. შუადღე მშვიდობისა. მადლობელი ვარ მობრძანებისათვის. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ასეთი დღეები იშვიათია შემოქმედის ცხოვრებაში, როდესაც ის მაყურებელთან ასე ვთქვათ ურთიერთობაში შედის და თავისთავად ცხადია ღელვა უზარმაზარია. როგორ ნახავს მაყურებელი, როგორ შეხვდება იმას, რაც ჩვენ წლების განმავლობაში ფიქრობთ. თქვენ უკვე თქვით, რომ ეს აკა მორჩილაძე ფილმს, აკა მორჩილაძის მოთხრობაზეა დაფუძნებული. იცით, ეს მოთხრობა მე ჯერ კიდე ამ საუკუნის დასაწყისში წავიკითხე, მაშინ მე მომეწონა და უკვე 10-იანი წლების დასაწყისში 2012 იყო, მინდოდა გადამეღო, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 2019 წელს გახდა შესაძლებელი ამ ფილმის დაწყება, გადაღების დაწყება. ამ დროს თავის დროზე რო ყოფილიყო ეს ფილმი მაშინ, ეს იქნებოდა ისე როგორც აკა მორჩილაძე ჰქონდა ჩაფიქრებული, იქნებოდა როგორ გითხრათ წინათქმა. დღეს ეს არის უკვე ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება საქართველოში. ქართველების წუხილზე არის. დიდი გაჭირვებით იყო გადაღებული, იმიტომ რომ დაემთხვა კორონავირუსი 1000 რაღაც და ხო ხედავთ 6 წელი გავიდა იმის შემდეგ და დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ კინოთეატრებში მაყურებელთან შეხვედრა. დიახ, ბატონო მერაბ, როგორც ვახსენე უკვე წიგნის პრეზენტაციაც მოხდება, რომელიც უკვე ესე ვთქვათ მაყურებელსაც შეუძლია რომ შეიძინოს და რომ გითხრათ წიგნთან დაკავშირებით, რას გაეცნობა ჩვენი ტელემაყურებელი. არა, წიგნი ეს უკვე არის, როგორ გითხრათ, ბიოგრაფია შეიძლება არა, ჩემი ავტობიოგრაფია, მაგრამ ფაქტიურად ყველაფერი ამ წიგნში ის, რაც პირობა შექმნა იმისა, რომ მე შემოქმედებასთან ყოფილიყავი დაკავშირებული, თავისთავად ცხადია ის ცხოვრება, ის პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, სირთულეები, რაც იყო, რეპრესიები, 1000 რაღაც ყველაფერი რამ და რის შედეგადაც ასე ვთქვათ, მე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი კინოში და შემდეგ უკვე არის გარკვეული თავები, რომლებიც სწორედ ფილმებს ეძღვნება და ამ ბოლო ფილმსაც თავისთავად ცხადია. როგორ მიდიოდა გადაღებები, ესეც რომ მოუყვეთ ჩვენ მაყურებელს ამ კინოზე უფრო მეტი დეტალი. ესეც ძალიან მძიმედ იმ თვალსაზრისით, რომ ორგანიზაციის თვალსაზრისით ძალიან რთული იყო გადაღება. რომ არ ყოფილიყო ის გადამღები ჯგუფი, პროდიუსერი ქალბატონი ხათუნა ხუნდაძე, რომელიც ხაჩოს ამ თქვენ წიგნი ახსენეთ და ამ წიგნის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ის არის ვინც მიბის გააკეთეს წიგნისკენ რა. ძალიან გაჭირდებოდა ყველაფერი. იყვნენ შესანიშნავი მსახიობები თქვენთვის და ჩვენი ქართველების ყველასთვის ძალიან ცნობილი. იყო ჭოლა, ბატონი ჭოლა, ესე იგი წულაძე, ბატონი დუტა, სხირტლაძე, რომელიც ყველას უყვარს, ქეთი შათირიშვილი, ახალგაზრდა მსახიობი, სრულიად ახალგაზრდები, თავდადებით იმუშავა ყველამ, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგენთ როგორია, რომ ესაც წყდება გადაღებები, კორონავირუსმა შეწყვიტა, დაანგრია ყველაფერი ის სისტემები, რაც არსებობს საერთოდ კინოში, რაც ძირითადია, რომ თანამიმდევრულად გადაიყო და გაიჭიმა ყველაფერი და რო არ ყოფილიყო ყველას თავდადება ოპერატორების, ხმის წარმოებლების,
რეჟისორების, ჩემი ასისტენტების, მსახიობების და პროდიუსერების ვერაფერი ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ როგორია, როდესაც ფილმს იწყებ და უცხოელი, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც გეხმარებოდა ფინანსურად, ის ქრება და შენი ქართველები გეხმარებიან ისე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გააკეთა. დიდი მადლობა, რომ არ ყოფილიყო ეს ადამიანები და ეს დამოკიდებულება, ფილმის გადაღება ძალიან გაჭირდებოდა. ძალიან მინდა რომ მაყურებელმა ის სიამოვნოს დაფიქრდეს მაყურებელი, იმიტომ რომ ეს ფიქრის და განცდის ფილმი არის. ვნახოთ. ნახოთ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი, ესე თქვა, დონის რეჟისორი რომ მყავს ახლა და დღეს უკვე შეგვეძლება რომ ვიხილოთ ახალი თქვენი ნამუშევარი ტერცო მონდო და